სერგო ავსაჯანიშვილთან ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო და მაყურებლებო, ბიზნეს ფეიში, საქმიან პოდკასტში, სადაც საუბრობთ ხოლმე ბიზნესზე, ისე როგორც სინამდვილეშია. მე კი მისი ავტორი სერგო ავსაჯანიშვილი ვარ. ჩვენ ალბათ ყველა ვგრძნობთ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ვინც ბიზნესში ვართ, ხო, რომ გარკვეულწილად ტექნიკა ძვირდება. ძვირდება სერვისები, ძვირდება მონაცემთა, ასე ვთქვათ, დატა ცენტრების მშენებლობის ღირებულება. ზოგადად ვხედავთ იმასაც, რომ გლობალური კომპანიები $100 მილიარდ აბანდებენ ზუსტად დატა ცენტრების მშენებლობაში. ხო და რა ხდება დღეს? რას უნდა ელოდებოდეს ბიზნესი 2026-27 წლებში? ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ დღევანდელ პოდკასტში და დღევანდელი პოდკასტის წარმდგენი და ჩვენი, ასე ვთქვათ, ოფიციალური პარტნიორი არის IT კომპანია IT-Tech-ი. და დღეს ჩვენი სტუმარი არის ავთანდილ ცაგარეიშვილი, კომპანიის დამფუძნებელი. მოგესალმები ავთანდილ. გამარჯობა სერგო, მივესალმები მაყურებელს. მოკლედ, მოდი დავიწყოთ ზუსტად მაგით რა. რა ხდება დღეს? და მინდა რომ დღეს ჩვენ მაყურებელს, ანუ აი როდესაც ჩვენ საუბრობთ გაძვირებაზე, ხო, ანუ ტექნიკის და ასე შემდეგ, რაც მე ჩემ მონოლოგში ვახსენე, ხო? ჩვენ დღეს არ მინდა რომ შევეხოთ ეკონომიკურ პარამეტრებს, არ მინდა რომ შევეხოთ რა სტანდარტულად ინფლაციას და ასე შემდეგ, ხო? ანუ ცოტა სხვა კუთხით გავიაროთ, როგორც სხვათა შორის, აი გუში მქონდა ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი ამ თემაზე და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს კიდევ უფრო საინტერესოდ გავშლით ამ თემას. ასე რომ გადმოგცემ სიტყვას ბატონო ავთანდილ შენ. კი ბატონო, დღეს ძალიან საინტერესო თემატიკა გვაქვს, რატომ ძვირდება ტექნიკა და რა არის ამის გამოწვეული მიზეზები, ანუ ერთი შეხედვით და ერთი კითხვით და ერთი გადახედვით ეს შეიძლება ითქვას, რომ ანუ ინფლაცია, ყველას აქვს პასუხი, რომ ინფლაცია არის. თუმცა პრობლემა უფრო ღრმა არის რეალურად და ანუ ჩვენი ტექნიკა უკვე გაძვირებული არის ჩიპის დონეზე. სანამ უკვე წარმოებაში მივიდა, ლეპტოპის წარმოებაზე წავიდა, სვიჩების წარმოებაზე სადაც მივიდა, უკვე ჩიპის დონეზე დაიწყო გაძვირება ჩვენმა ტექნიკამ უკვე. და კომპონენტებმა. კომპონენტებმა, ხო, ძირითადად რამოდენიმე კომპონენტზე არის დაწოლები და ანუ საინტერესო ეს არის რა, რომ ანუ ბევრს გონია, რომ ანუ იმან დისტრიბუტორმა მეტი მარჟა იშოვა, გამყიდველმა საბოლოო ჯამში ინტეგრატორმა მეტი მარჟა იშოვა. ომები არის და ლოჯისტიკა გაიზარდა. ეს ყველაფერი არის ალბათ 10%. ნუ ეს ბუნებრივი ეფექტია, კი, ბუნებრივი, კი. არ არის ის ეფექტი, რასაც ჩვენ ცოტა ხანში გაუზიარებთ მაყურებელს. კი ბატონო, მე წამოღებული მაქვს აქ დატეის მონაცემები ოფიციალური კარტნერიდან, TrendForce-დან თუ რა ზრდებიც არის და როგორი ზრდები არის, ბოლო ერთ წელიწადზე არის საუბარი და თუმცა ეს ზრდა დაწყებულია 2022 წლიდან, როცა უკვე ბაზარზე AI-მ შემოდგა ფეხი. ანუ ძირითადი ზეწოლას ეკაკეთებს, ანუ ჩვენ შეგვიძლია სხვათა შორის ახლა გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს აი გარკვეული ინფორმაცია, ზუსტად აი ერთი წლის მონაკვეთში ჩვენ იმასაც გეტყვით, რომ ანუ ჩვენ ავიღეთ, ასე ვთქვათ, Amazon-ის ფასების ისტორია, ეს არ არის ოფიციალური სტატისტიკა, ბუნებრივია, თუმცა Amazon-ზე დაყნობით და შეგვიძლია გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია და აგერ ამას დააკომენტარებს თვითონ ავთანდილიც. ეს სტატისტიკა ოფიციალური წარმოებლის არ არის, თუმცა არის და ხედავს თვითონ Amazon-ი რა შვალდებით იზრდება ფასები Amazon-ზე თვითონ როგორ ყიდის კლიენტი და როგორ ყიდულობს მოხმარებელი ამ ფასებს, ხო? ზოგ შემთხვევაში ეგ არის 400%, ზოგ შემთხვევაში ეგ არის 300%. დღევანდელი ზეწოლა, თავარი ზეწოლა ფასებზე მოდის სამ კომპონენტზე. ეს არის პროცესორი, ეს არის ოპერატიული მეხსიერება და ეს არის მყარი დისკი. რომელზეც ძირითადი ზეწოლა არის და რომელზედაც 300 და 400%-იანი ზრდები არის რა ქვია, დასმული უკვე რა, ასული და ეს ტენდენცია ჯერ არ გაჩერებულა, ანუ მოდი აი მიზეზებზე რო ვილაპარაკოთ ავთო რა, ანუ აი რა, ჩვენ ხო გვახსოვს ახლა კრიპტოს, ასე ვთქვათ, შემოსვლა და რა გამოიწვია ამან ხო, რაღაც ვიდეო, ასე ვთქვათ, იმებზე რა ვიდეო ბარათებზე გარკვეული დეფიციტი, არანორმალური ზრდა და ასე შემდეგ და ეხლა ეს კომპონენტები, რომელიც შენ ჩამოთვალე, ხო, ანუ ერთი შეხედვით შეიძლება აი გუშინაც ჩვენ რო საუბრობდით, ერთი შეხედვით შეიძლება ესე უცბად ვერ დამეფიქსირებინა ეს პრობლემა, ხო? ანუ რო ჯამში შეიძლება ეს ტექნიკა, რომელიც არის ამ კომპონენტებით დაკომპლექტებული, ანუ რატო იზრდება ჯამში, აი ამაზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ
რატო გაიზარდა ამ კონკრეტულ კომპონენტებზე ესეთი მოთხოვნა, ხო? ეს არის შეგვიძლია დავაბრალოთ ამას AI-ს. ეს მიზეზი არის AI. პირდაპირ AI არის ის მიზეზი და ის ვერაგი ვინც გვიზრდის სამომხმარებლო კალათას ძირითადად ტექნიკის მიმართულებით customer version-ებზე არის საუბარი და რაში არის რეალურად საქმე და რა არის ძირითადი გამომწვევი მიზეზი, ხო? რეალურად, თვითონ ამ ჩიპების წარმოება TMC და სხვადასხვა მწარმოებლები, ხო? აკმაყოფილებდნენ ამ ლეპტოპების ოპერატიული მეხსიერების ყარი დისკების წარმოების ჩიპებს. ამ მოთხოვნა მიწოდება საკმაყოფილებდნენ. AI-ის გამოჩენის შემდეგ, ეს შეეწილა ამ წარმოებას. ხდები? ხო და თვითონ წარმოება არ შემცირებულა არანაირად. კი, ომიდან გამოწვეული იმიდან, თვითონ აღნიშნა TMC-ის, TSM-ის წარმოება, რომ რაღაცა ქიმიკატები გაგვიძვირდა და შეგვიფერხდაო, თუმცა ეს ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია. ძირითადი გავლენა არის თვითონ ქარხნებმა გადაწყვიტეს, რომ გადაწყობილიყვნენ უფრო მაღალ მარჟიან პროდუქტზე და მიეწოდებინათ AI-ის მოთხოვნებზე ეს ყველაფერი და ეს customer version-ები შედარებით შეემცირებინათ. არ გაზარდეს ამის თქმა გინდა ხო? წარმოება არ გაზარდეს AI-ის გამოჩენით. ხო, წარმოებას მე კიდევ უბრალოდ გადართეს აქცენტი, ასე ვთქვათ, უფრო AI-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. აქ კიდევ ცალკე პრობლემაა და ცალკე მიზეზი არის, თვითონ ეს გლობალური არის რა. გეოპოლიტიკური უფრო არის და ჩიპების სხვაგან წარმოება, აქ პლასმასის სხვაგან იწყობა, SSD სხვაგან მოდის, მე აქ იწყობა, ხო? ყველგან სხვადასხვა გავლენა არის. თუმცა წარმოების გაზრდა ესეთი ადვილი არ არის. მით უმეტეს ჩიპების წარმოების გაზრდა, რომელიც ძალიან სენსიტიური, ძალიან ბევრ თანხას მოითხოვს, რამოდენიმე მილიარდ დოლარს მოითხოვს ერთი ქარხანის წარმოების აშენება. პლუს ამას კვალიფიციური ინჟინრები ჭირდება ამ ყველაფერს, ხო? შესაბამისი აპარატურა ჭირდება ამ ყველაფერს და ქიმია, წყალი, ელექტროენერგია. ამიტომ თვითონ წარმოება ქარხნების რაოდენობა არ მომატებულა. უბრალოდ მოთხოვნა მიწოდებაში შემცირდა customer version-ები და დაბალ შემოსავლიანები, ჩიპებისთვის დაბალ შემოსავლიანი კომპონენტების წარმოება და გადმოერთნენ AI-ისთვის საჭირო კომპონენტებზე. ძირითადად DRAM-ზე არის ეგეთი ჩიპი, რომელიც RAM-ის ოპერატიული მეხსიერებაში გამოიყენება და არის ერთი საინტერესო ჩიპი, რომელსაც ქვია სად არის იმ დღეს ამოვიცადე, კარგად შემხვდა. HBM-ი. არა. NAND. ეს არის flash მეხსიერებაზე გამოყენებული ჩიპები, რომელიც წარმატდა სერვერული ჩიპებში წავიდა მათი წარმოება და მაღალი წარმოების ქსელურ აპარატურაზე წავიდა მათი წარმოება რა. პირველი გაძვირება ამ წარმოებებში დაარტყა ვიდეო ბარათებს, ეს კი ვიცით, პირველი დაარტყა მან რა ქვია კრიპტომ და ეხლა თუ შევადარებთ ბოლო ერთ წელს ვიდეო ბარათების ზრდას, ეგეთი კრიტიკულის და არ აქვს, იმიტომ რომ ის თავის დროზე 4 წელი აიზრდება. თუმცა შეგვიძლია ეს ბუმი შევადაროთ ერთმანეთს, როგორც იყო კრიპტოს დროს ამ ვიდეო ბარათების მიმართულებით. კრიპტოს დროს როგორც იყო და კოვიდის დროს როგორც იყო, ვიდეო ბარათს ვერ შოვიდი მაშინ. ვერ შოვიდი. ეხაც არის და იყიდება, მანდაც Nvidia-ს ჩიპები გადასული არის არაგრაფიკულზე ძირითადად, AI-ის ჩიპებზე გადასულია წარმოებაში, ისიც მან გადაერთო. ეგ გაძვირება, კრიპტოს გაძვირება და პანდემიის გაძვირება ჩვეულებრივი მე მგონი უფრო ვარჯიში იყო ვიდრე გაძვირება. ეხლა უფრო რეალურად უფრო ღრმა პრობლემის წინაშე ვართ, ვიდრე ვიყავით თუნდაც კოვიდის დროს. ეხლა უფრო რთულად არის საქმე. იცი რა, ეხლა უფრო ეგეთ კონკრეტიკაზე რო გადავიდეთ, ნახე, ბევრს ეხლა პირობითად დღეს გონია, რომ ChatGPT პირობითად არის რაღაცა უბრალოდ რაღაც ჩატი, სადაც რაღაც ვიღებთ ინფორმაციას. მე მინდა რომ რაღაც ჩვენ მაყურებელს აუხსნათ რა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ რაღაც მოთხოვნას ვაგზავნით AI-ისთან, ხო? და პირობითად აი SSD რო ავიღოთ, ხო, რომელიც რასაც ჩვენ გუშინ საუბრობდით, რასაც არანორმალური ზრდა აქვს ფასში, ხო? აი კონკრეტულად მაგალითად SSD-ს შემთხვევა რო ავიღოთ, ხო? აი რა შეიცვალა ამ 2 წლის განმავლობაში ისეთი, რომ ამ კონკრეტულ კომპონენტზე ასეთი არანორმალური ზრდა არის ფასის.
რამაც სხვათა შორის ავტომატურად იმოქმედა უკვე თვითონ, ასე ვთქვათ, ლეპტოპებზე და თვითონ კომპიუტერული ტექნიკის ღირებულებაზეც, ხო, ჯამში? კი ბატონო, თან ეს ერთ-ერთ კომპონენტზე მაქვს მხოლოდ საუბარი. ძალიან საინტერესო კითხვა არის, ანუ საქმე იმაშია, რომ AI-ც და ჩვენც ლეპტოპზე, ხო, ვიყენებთ ზუსტად ერთი და იგივე ტექნოლოგიას, ერთი და იგივე ჩიპებს. და რეალურად, ანუ თუ ეს customer ვერსიაზე გამოდის ნოუთბუქებიც არის ახლა, რომ ანუ მაგალითად კონკრეტული წარმოებლები ნოუთბუქებს, უფრო ბიზნეს ნოუთბუქებს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე customers notebook-ებს, სამოხმარებლო notebook სერიებს რა. დაჟე რაღაცა მოდელები გაქრა და გაქრება კიდე წარმოებიდან, მომგებიანობიდან გამომდინარე რა. და ეს მაღალი წარმოების ჩიპები, ანუ მიდის უკვე AI-ის სერვერებში. ანუ AI-ია ჩვენ მაგკითხავს ვსვამთ, არის ჩვეულებრივი სერვერი, რომელიც შედგება სპეციალური ჩიპებისგან, რომელშიც შედის ეს ოპერატიული ჩიპები და მყარი დისკების ჩიპები, პროცესორების რა თქმა უნდა და ერთი ეს წყობა ამუშავებს უკვე იმ ამოცანას, გამოთვლითი მანქანა არის ჩვეულებრივი, უბრალოდ სხვა ტიპის ჩიპები არის გამოყენებული, ხო? უფრო სწრაფი და უფრო მოქნილი. შესაბამისად, ამან შექმნა რახან ჩვენ ვიყენებთ ერთი და იგივე ტექნოლოგიას, შექმნა დეფიციტი, იმიტომ რომ თუ უშვებდა ქარხანა X სხვადასხვა წარმოებლებისთვის 10000 ჩიპს, ახლა უშვებს 5000 ჩიპს და უკვე მიდის ნადირობა ჩიპებზე, რომ ანუ ვინ რას მიიღებს რა. ახლა მაგალითად საინტერესო მონაცემები გამოიტანა TrendForce-მა. TrendForce-მა პირველ კვარტალში ამ NDN ჩიპების წარმოება და DRAM ჩიპების წარმოება გაზრდილი იყო 55-დან 60%-მდე იყო SSD ჩიპების გაზრდა და RAM ჩიპების გაზრდა იყო 90-დან 95%-მდე. მეორე კვარტალში ოპერატიული ჩიპების გაზრდა იყო 70-75%, ხოლო მყარი დისკების ჩიპების გაზრდა იყო 63%. მეოთხე კვარტალში ახლა ველოდებით რომ ანუ შემცირდება 10-დან 15%-მდე ჩამოესრდა. უკვე ანუ უხეშად ანუ შემცირება არის. ან კი აი გრაფიკში ძალიან კარგად ჩანს რომ ანუ არის ძალიან მაღალი ვარდნა. აი თუ შეიძლება რომ კიდევ ერთხელ რო გავამეორებ საეთეროს ხო? ხო, აი ძალიან კარგად ჩანს მან რომ არის ძალიან სწრაფი ვარდნა ფასებისკენ 300-400% და მე უკვე ანუ გადავედით იმ ვაკე მდგომარეობაში, სადაც ასე თუ ისე ფასი იზრდება, არავინ არ ამბობს ფასი არ იზრდება, მაგრამ ფასი არ იზრდება ისე რომ ანუ დღეს ეხაც რო საუბრობთ, ანუ ფასი სხვა შეიძლება დაფიქსირდეს წარმოებლის მიერ, ხვალ რო გადაურეკო რაღაცა პროექტზე რა. რაღაც დონეზე დასტაბილურდა, მაგრამ დასტაბილურდა არა ქვევით წასვლისკენ, არა შეჩერებისკენ, უბრალოდ ნელი 10-15%-იანი ზრდისკენ. და ეს 10-15%-იანი ზრდა არ არის, ანუ კვარტალში 10-15% და შეიძლება რაღაცა ჩიპი უცებ პროექტის სერვერი მაგალითად, ანუ რაღაცა პროექტი გქონდა ჩვენ და ზუსტად ერთ კვირაში 4-ჯერ გაგვიზრდა. 4-ჯერ. ეგ ძალიან კარგი кейს ხვები ახლა და მე მგონი კიდევ უფრო პრაქტიკული და საინტერესო იქნება რა. აი რა ხდება ესეთ кейსის დროს, ხო? ანუ აი როგორია ურთიერთობა მაგალითად თქვენსა და მომწოდებელს შორის და თქვენსა და ასე ვთქვათ დამკვეთ შორის, ხო? როგორ რეგულირდება? მიუხედავად მით უმეტეს რომ ანუ აი ამ ხელა турბულენტობა გვაქვს ჩვენ რაღაც ფასებში, ხო? ახლა იმ გრაფიკზე ვხედავთ. საკმაოდ საინტერესო ეს кейსი რომ მოყვე ხო არის, ეხლა მოგიყვებით ერთ-ერთ кейსს. რამოდენიმე кейსს მოგიყვებით, ანუ არის кейსები, სადაც ჩვენ რამოდენიმე ასობით 1000 ლარზე ვთქვით ვარე, იმიტომ რომ წინადადების წარდგენიდან გაფორმებამდე ხელშეკრულების გაგვიზრდა პროდუქცია რამოდენიმე ჯერ და 20%-ზე არ არის ლაპარაკი და რამოდენიმე ჯერ. და ყოფილა შემთხვევა რომ ვარი ვთქვით უბრალოდ ანუ რას ამბობს ამ შემთხვევაში მომწოდებელი ანუ ამ ხელაზე ანუ ეს ხო არის 10%-იანი ზრდა რამოდენიმე ჯერ ზრდა ცოტა არანორმალურიც არის და აი რას ამბობს თვითონ მომწოდებელი ამ შემთხვევაში ნორმალურ პირობებში ხო ეგ კი ცოტა არანორმალურია და უცნაურია და ხანდახან კონფლიქტის საგანიც ხდება ხოლმე ჩვენს წარმოებიდან მოწოდებებთან რომ ანუ რას ამბობ 5%-იან და 10%-იან ზრდას რო აკეთებ და 3-4 თვის შემდეგ ცოტა ისე უყურებდით და დღეს ეს უკვე ნორმალური ის არის ანუ ანანი გარანტიას არ გაძლევს ანუ დღეს რო წინადადებას იღებს წარმოებელი თვითონ წარმოებელი დისტრიბუტორისგან ანუ იღებს 5 დღიან მაქსიმუმ 10 დღიან პირობას რომ ანუ ეს ფასი გაქვს 10 დღე
მაგრამ გარანტიას არ გაძლევს, რომ ეგ ფასი გარანტირებულად 10 დღე გქონდეს. შეიძლება დაგირეკოს, ანუ მესამე მეოთხე დღეს ფასის წარდგენიდან და ანუ უკვე გითხრას, რომ ანუ ბოდიში ფასი შემეცვალა, გამიახლეს რა. და რა ქნას ამ შემთხვევაში კომპანიამ, რომელსაც თქვენ შეპირდით უკვე რაღაც ფასს? კომპანიები, ზოგი კომპანია სხვა შორის ხვდება ამ პრობლემას, რაც არის და გაგებით ეკიდება. ზოგი ეხლა ანუ ქებით დგება, ეხლა მაგალითად ერთი პროექტი საკმაოდ დიდი პროექტი ჩავხურეთ. და ზუსტად ანუ ფასის წარდგენიდან დაკონტრაქტებამდე ისე გაგვიძვირდა, რომ ანუ საკმაოდ დიდი დილემის წინაშე დავდექით, რომ ანუ რეალურად დამეკონტრაქტებინა თუ არ დამეკონტრაქტებინა. ხო, ამ შემთხვევაში უფრო გადაწყვიტა პარტნიორობამ და სტრატეგიულმა პარტნიორობმა ამ კომპანიაში, ამ კონკრეტული ხელშეკრულების გაფორმება, ვიდრე რაღაცა სარგებლის და მარჟინალობის მიღებაზე, ხო? და არის შემთხვევები, როცა ანუ ხელშეკრულება იყო დადებული და SSD-ებზე, მაგალითად SSD-ების გრაფიკი კი ვნახეთ, ანუ 400%-ია გაძვირებული და სანამ ანუ შეკვეთა განათავსა, მოდგა უხეშად რო ვთქვათ, ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი შერჩა უცებ 200.000-ით ძვირი პროდუქტი, მარტო ასაღებ ფასზე მაქვს საუბარი, ანუ 200.000-ით ძვირი გაყიდულზე. რაც მე რა თქმა უნდა დავის საგანი ხდება და იმედი მაქვს რომ ის სასარგებლოდ გადაწყდება, იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფორსაჟი. ეს მიმდინარე დავაზია საუბარი? მიმდინარე დავები არის, კი, ბევრი არის ეგეთი, რამოდენიმე, რომელიც ანუ თვითონ მომხმარებელმა არ გაიგო სავარაუდოდ. მოდი სწორედ გავიგე ახლა, ანუ ესე იგი კომპანიამ დადო სხვა კომპანიასთან კონტრაქტი, სადაც ვალდებულება აიღო კონკრეტული ინფრასტრუქტურის გაკეთებაზე, მიწოდებაზე ტექნიკის. ბუნებრივია ქონდა აღებული უკვე დასტური მომწოდებლისგან და ამ დროს მომწოდებელი უცვლის ღირებულებას და უძვირებს 200.000-ით და თვითღირებულებას. შესაბამისად უკვე შემსრულებელი კომპანია ვეღარ ასრულებს თავის ვალდებულებას. და ამ დროს კონტრაქტი დადებული რას გულისხმობს, ანუ ვალდებულებას გულისხმობს თუ არის გარკვეული რისკები დაცული ზუსტად მაგ მიმართულებით? ეხლა მე იმიტომ ვამბობ ამას, რომ ანუ ხვალდაზე თვითონ კომპანია, რომელსაც ეკნება ხო ურთიერთობა მომწოდებლებთან, რომ იყოს მზად ამისთვის. კონკრეტულად ამ დეტალები არა ვარ გაცნობილი და არ ვიცი რა როგორ არის დადებული, თუმცა ანუ ვიცი რომ ეს დავა რეალურად არსებობს და ეს დავა არსებობს კიდე რამოდენიმე სხვადასხვა კომპანიაზე ვიცი, სადაც ეს დავა არის და ფაქტობრივად შეგვიძლია დავპატიჟოთ ჩვენთან პოდკასტში და გავიაროთ საკმაოდ საინტერესო თემა თვითონ და პრეცედენტი ზუსტად ამ თემაზე და თუ დაგთანხმდება სიამოვნებით. შევთავაზებთ და გავიაროთ, ანუ მე ჩემთვის ეს მისაღები არის რა. ხო, თუ არ არის რამე ისეთი საწინააღმდეგო, სიამოვნებით აგერ პირდაპირ ეთერში ვიწვევთ ამ ადამიანს ჩვენთან. კი ბატონო. მე მინდა კიდე ერთ საკითხს შევეხო, ხო, ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ რეალურად უფრო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის ზრდაზე, ხო? ანუ რომელიც არის გამოწვეული ზუსტად ამ AI-ის განვითარებით. თუმცა AI-ის განვითარების ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარამეტრის არის ელექტროენერგია. კი ბატონო. მე მინდა ამ მიმართულებაზეც გადავიდეთ, ხო? ანუ გასაგებია ტექნოლოგიური მიმართულებით, მეწილად გასაგებია. თუმცა, ანუ აქ კიდე მეორე პრობლემას ვეჯახებით, ხო? და ამ ხელა დატა ცენტრების მშენებლობა, რომელიც მე ვთქვი, ხო, დავაანონსე, რომ ეს გიგანტური კომპანიები დღეს ამ დატა ცენტრების მშენებლობით არიან დაკავებულები. დღეს რეალურად შესაძლოა რომ წააწყდნენ კიდევ ერთ პრობლემას, ეს არის ელექტროენერგია, ხო? და ჩვენ ახლა იმაზე რომ საუბრობთ, რომ ChatGPT-ს რომ მივწერეთ რაღაცა მოთხოვნა, ზუსტად მაგითო კითხე, ხო, რომ აი რადგან ამ პროცესის უკან მინდა რომ მომხმარებელმაც გაიგოს კარგად, ხო, რომ აი როგორ მუშავდება ეს ინფორმაცია, ხო, რას ნიშნავს ეს დატა ცენტრი, ხო, ანუ როგორ მუშაობს, რატო ჭირდება ამდენი ელექტროენერგია და რამდენად უძლებს სოფლიო ელექტროენერგია აი ამ ხელა განვითარებას AI-ის მიმართულებით, რომელიც ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს. ცოტა ისეთი ვცელი კითხვა დავსვი. კი, მაინც AI-ისთან გაწავედით. დღეს AI-ში არის სერიოზული ომი. ეგ გვიძვირებს ყველაფერს და ვერავცდებით. კი ბატონო, ვერავცდებით ვერცერთვალიანში და სერიოზული ომი არის AI-ებს შორის. იქ ამერიკა ქვეყნები ომობენ, რომ ანუ ეს მოწინავე ტექნოლოგია როგორც როდესაც თავის დროზე ინტერნეტი გახადა პოპულარული მე მგონი ინგლისში იყო, ხო? და Microsoft-ი გახადა ამერიკამ და ეს ტექნოლოგია ამერიკამ დაიგავა დღემდე მართავს ოპერაციული სისტემას, ხო?
სოფლიო ოპერაციული სისტემას Macintosh-ი, Windows-ი ძირითადად ფიგურირებს, ხო? მე Linux-ი გამოჩნდა, ხო? ეგეც ძირითადად ამერიკული პროდუქტებია, ხო? ახლაც ცდილობს რომ ეს ტექნოლოგია დაიჭირონ ხელში. ისე დიდი კომპანიები როგორც არის Google, ისე დიდი როგორც არის Meta, ხო, ChatGPT, ხო, ცალკე არის Claude, ყველა დამოუკიდებლად ცდილობს ამ ტექნოლოგიების განვითარებას და ყველას ეს შივრები არიან და წყურიათ ეს ენერგია და ეს მასალა. ეს ინგრედიენტები, ოპერატიული ჩიპები რა, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ახლა მაგალითად Amazon-მა კი არა და Facebook-მა, Meta-მ და Google-მა ჩაუყარეს საფუძველი უკვე საკუთარი საკუთარ სადურს აშენებენ ატომურ სადურს აშენებენ საკუთარს, ხო? იმდენად დიდი ენერგია ჭირდება ამ კონკრეტულ AI-სთან დაკავშირებულ სერვერებს. საკმაოდ აფერხებს AI-ის განვითარებას ელექტროენერგიის დეფიციტი და საკმაოდ აფერხებს AI-ის განვითარებას ჩიპების დეფიციტი. თორე ჩვენ რომ ეწეოდეთ მოთხოვნა მიწეოდებას AI-ში, როგორც ელექტროენერგიაში, ისე ჩიპებში, დღეს ვაფშე სხვა რეალობა გვექნებოდა. დღეს შეიძლება უკვე დინასტრაფად განვითარებულად წასულიყო, რომ ჩვეულებრივად Android-ებსაც არა ქალაქში და მეგონი არ არის ეს დროს. შორს არ არის, ზუსტად ეს მომენტები აფერხებს რა, უფრო დეფიციტური, უფრო სიმძლავრეები არ არის შესაბამისი და კი მეტი და მეტი, უფრო მეტი ადამიანი იყენებს და 3-4 წლის წინ თუ ეკითხებოდნენ როგორ ახარ აშვები AI-ის დღეს ისეთ დავალებებს აძლევენ რომ შეიძლება დღე დაგიგეგმოს და ფინანსური დოკუმენტები მოგიმზადოს, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, რაც უფრო რთული არის ამოცანა, მით უფრო მეტი არის დანახარჯი, როგორც რესურსული ჩიპის და იმის დონეზე, ასევე ელექტროენერგიის დანახარჯი, ხო, თითო ოპერაცია კონკრეტული ღირებულება ღირს, რაც კონვერტირდება ოპერატიულში, პროცესორში, ქვემას მყარდისკში და ელექტროენერგიაში. სხვათა შორის, აი რატომაც გაწვიდა. კი, რეალური გაზვირება ეგ არის, რომ ერთმა მეორემ გამოიწვია რა, პირველი წავიდა ვიდეო ბარათები Nvidia-დან და გამომდინარე, იმიტომ რომ პირველი საკმაოდ ძლავრი ჩიპი Nvidia-მ შექმნა, მერე მიყვა ოპერატიული და SSD. ამ ოპერატიული SSD-ების ჩიპების ცვლილებამ გამოიწვია, ამხელა გამტარობის სისტემები რო შეიქმნა, უკვე ეს სისტემა სადაც უნდა გატარდეს. ამან უკვე გამოიწვია, რომ მაღალი გამტარობის სერვერები შექმნილიყო. მაღალი გამტარობის სერვერები შექმნა, გამოიწვია, რომ მაღალი გამტარების სვიჩები შექმნილიყო, მაღალი გამტარობის ფაიერვოლები შექმნილიყო. ჯაჭვია. და ეს მთელი ჯაჭვი წავიდა და ჩაითრია ეს ყველაფერი და დღეს ყველა თანხი შოვნაზე არის გადასული, ვინც ამ ყველაფერში ჩართულია და აწარმოებს რა. აუ იცი რა მაინტერესებს, ახლა გიგანტურ ამ კომპანიებს შევეხეთ, ხო, Meta-ს, Google-ს და ასე შემდეგ, ხო, ახლა აი ესეთი სტრატეგიული კითხვა გამიჩნდა, მაგალითად ხვალ Google ან Meta აწარმოებს მოლაპარაკებას ან რაღაც ინტერესი გამოთქვა, რომ საქართველოში მოხდეს დატა ცენტრის აშენება. როგორ ფიქრობ, რამდენად მზად ვართ როგორც ქვეყანა მსგავსი გამოწვევისთვის? ეხლა ხო წაგვართვეს ჩვენ სხვათა შორის, წაგვართვეს არა, სასომხეთზე გააკეთა არჩევანი Nvidia-ს რაღაცა პირდაპირ ინვესტიცია არ იყო Nvidia-ს, მაგრამ თუმცა AI-სთან დაკავშირებული ქარხანა არის, ხო? საბოლოო ჯამში მე მგონი არა ვართ მზად, არა ვართ მე მგონი მზად მაგის. და რამდენად რეალურია რომ მივიღოთ მსგავსი ოფერი? ჯერჯერობით არა ვართ. მე ძალიან მგონია რომ ეს მონაცემების დატა რაც წავიდა სასომხეთში, წავიდა ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ატომური ელექტროსადგური იყო რა და რეალურად ჩვენც უნდა ვიყიდოთ და მერე მივყიდოთ, და ეს საკმაოდ ისეთი ბუდე და ჩვენც არა გვაქვს, მოდი პირდაპირ თქვა, ხო? სრულად ეს ენერგორესურსები გამოყენებული, ხო? არც ჰიდროს მიმართულებით. აი, ჰიდროს მიმართულებით არა გვაქვს, კი. აი ეგ და ერთ-ერთ გადაცემაში აგერ ლაპარაკობდით იმაზე, რომ ეხლა უღრით წყალს, იმიტომ რომ ჭარბი გამომუშავება გვაქვს. შეიძლება ეგრეც ითქვას.
ავთანდილ, რას უნდა ელოდოს ახლა რეალურად კომპანია და რისთვის უნდა იყოს მზად, რომ აი ესეთი ამაყად შეხვდეს 2027 წელს პირობითად და ამაყად ჩაამთავროს 26 წელი, იმიტომ რომ დღეს ახლა რაღაც 2-3 წლის გეგმის გაკეთება, მაშინ როდესაც უკვე AI არსებობს და ცოტა უფრო რთულია ესეთი გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება. ხო, არის მანდ საინტერესო თან თეორიები. უფრო ხართ ინფორმირებული პირობითად მომწოდებლებისგან ხო, ანუ რას უნდა ველოდოთ და ახლოვებით ხო, ანუ როგორ მოვემზადოთ რა, იმიტომ რომ ეს კომპანიისთვის ძალიან დიდი ხარჯია, ეხლა ყველა ბიზნესი ვინც მე მისმენს, კარგად ხვდება ხო, რომ ესეთი კომპონენტების, რომელიც თან მithumetes სვლადი კომპონენტების ჩანაცვლება ხო, ანუ არსებულ ინფრასტრუქტურაში, ანუ არ არის პატარა ხარჯი და არ არის პატარა ბიუჯეტთან დაკავშირებული მithumetes დღეს. კი ბატონო, რეალურად ეხლა სად რა მოხდა, მოდი აქედან დავიწყოთ და რა პრობლემის წინაშე დადგნენ დღეს კომპანიები და ცოტა 27 წელს გავანალიზოთ, ხო? პირველი მოხდა ის, რომ ანუ ვაფშე სხვა რეალობაში ამოყო თავი დღეს კომპანიებმა. 26 გავაანალიზოთ ამ 26 წელს, კი, 26 წლის დასაწყისში ძირითადად იან დეკემბერში უკვე ემჩნეოდა, რომ ანუ რაღაცა რესტორანში დადიოდა. რა ვიხუროთ ის ვიდეო რო არის. უკვე ემჩნეოდა. ხო, ემჩნეოდა, რომ ანუ საკმაოდ რთული წელი იქნებოდა რა. გრაფიკიც ამაყად მოძრაობდა. კი, ამაყად მაღლად მიდიოდა, კი. და ჩვენ უკვე ხედავდით მაგას, რომ ანუ ეს კომპონენტები, რაღაცა მარაგები, დღესაც ის არის, რომ რაღაცა მარაგები მოიმარაგა ჩვენთან კომპანიებმა, ჩვენს რაღაცა მარაგები გქონდა, რომ შევატყვეთ ესა თვითონ დისტრიბუტორებმა წარმოებულმა და ეს მარაგებიც როდესაც მორჩება და ახალი შესყიდვები უფრო ძვირად უწევს, ხო? საით მიდივართ, ანუ რაერობაში მოვყავით ჩვენც და ანუ ჩვენც როგორც ანუ ინტეგრატორები და როგორც ანუ სერვისის და ტექნიკის მიმწოდებლები და შემსყიდველები. რეალურად სერვერულ ინფრასტრუქტურაზე და მთელ IT ბიუჯეტზე გათვლილი ბიუჯეტი დახარჯეს კომპიუტერებზე, მაგალითად, ნოუთბუქებზე და უცებ აღმოაჩინეს, რომ ანუ 4ჯერ და 5ჯერ მეტი ლეპტოპი რეალურად არის 300% გაზურებული, ხო? იქ თვითონ ჩიპები კი არის 20% და 30% გაზურებული, თუმცა ხო მაკომპლექტებელი არა, ზოგი რაღაცა 70%-დან გაზურებული, ზოგი რაღაცა 30%, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური მდგომარეობების და ანუ ჩაკეტილი სრუტეების ხო, საერთო ჯამში კი დიდ ციფრს იძლევა, ხო და რეალურად მოხდა ის, რომ დაწერილი ბიუჯეტი პირველ 2 კვარტალში გაიხარჯა. პირველ კვარტალში გაიხარჯა და გაიხარჯა, რავი, 10 პუნქტიდან 3 პუნქტში. ეს რეალობა მოხდა რა. დაიწყეს ძველი ტექნიკის გაცოცხლებები. ეგეც ერთ-ერთი გამოსავალი არის, ხო, ძველი ტექნიკის გაცოცხლება და ანუ ძველი ოპერატიულები და ძველი SSD-ები და ისინი სულ ამოიყიდა, რომ ანუ შეეცადა ბიზნესი და სწორიც აი, არასწორი არ არის, რომ ანუ მოდი იქნებ განვაახლოთ მე-11 მერვე თაობის პროცესორები, ხო? ატომაც არა, საოფისეს იმაზე განახლდას. და 27 წელს შეიძლება ესე განვითარდეს, მაგრამ ყველა ვარიანტში ესე განვითარდება. ფასების ცვლილებას არ ვერდებით არც ერთ ვარიანტში. ანუ კლებას არ ველოდებით. არა, გამორიცხულია. ცვლილებას როგორ არ ველოდებით ალბათ. ხო, ცვლილება ყველა ვარიანტში თუ იქნება მაღლა და დაბლა ცვლილება არ იქნება არც ერთ ვარიანტში, არც ერთ კრიტერიუმზე. ეხლა ჩვენ არ ვლაპარაკობთ მარტო SSD-ზე და ოპერატიულზე და იმაზე რა ქვია იმას, ვიდეო ბარათზე. ეხლა ვლაპარაკობთ ყველაფერზე. მობილურ ტელეფონსაც კი შეეხო ეს ფასების ცვლილება, ხო? მობილურ ტელეფონს ყველაზე ბოლოს ეხლა აქტიური გაზურება ინფრასტრუქტურა, ქსელურმა ინფრასტრუქტურმა დაიწყო. აქტიური გაზურება რა. უკვე ჩიპების რაოდენობები რო ამოჭამეს რეზერვები კომპანიებმა, უკვე მომდის მეილზე მაისში გაძვირდება, ივნისში გაძვირდება, ივლისის 20-ში გაძვირდება, გთხოვთ ჩახურეთ შეკვეთები და თვეში შეიძლება 2 მეილი მოგვიდეს, რომ ანუ გთხოვთ გადახედეთ, ანუ ერთი და იგივე მოწოდებით. კი. ჩვენს განფასებას არ ვიძლევით რამოდენიმე დღეზე, ადრე თუ აძლევთ 90 დღეს, 30 დღეს, ანუ გააჩნია ტენდერიდან გამომდინარე. ეხლა ფიზიკურად ვერ ვაძლევ, ანუ 2 კვირაზე მეც ისიც რაღაც დღეებს ჩვენ თავზე ვიღებთ, რომ ჩვენ რისკზე ვიღებთ თუ რამე არის სპაისის პარტნიორებთან და უფრო სტრატეგიულად ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან როგორ არის საქმე? სახელმწიფო სტრუქტურებთან უფრო რთულად არის საქმე. ფასთა კვლევის ამბავი 1-დან 2 კვირა, ხო, ანუ 1 კვირა.
ტექნიკური დაიწერა, ფასტაკვლევის ამბავი, მერე მთავრობასთან შეთანხმება, მერე ტენდერის გამოცხადება, ტენდერის გამოცხადებიდან ინფრასტრუქტურასთან განსაკუთრებულით თუ 9 მილიონზე მეტი არის, ერთი თვე უნდა ვიდოს, ერთი თვე, ანუ ფიზიკურად შეუძლებელია. ანუ 9 მილიონზე მეტ 501.000 ლარიანი ტენდერი სახელმწიფო ვალდებულია, რომ ერთ თვეზე მეტი დადოს პორტალზე. ანუ ესე იგი ესეც გადასახედია როგორც ჩანს, ხო? იმიტომ რომ არც ერთი მომწოდებული არ დაელოდება, ხო, ამდენ ხანს. ანუ ფიზიკურად ფასვე შეინარჩუნებ. ანუ ძალიან ბევრი ტენდერი ჩავარდა, პლუს ამას ჩვენ იმას დაემატა, რომ სახელმწიფო ფაქტიურად ვერაფერი ვერ იყიდა, დიდი, ვერ იყიდა, იმიტომ რომ ეს ფასტაკვლევის ამბავი, ჩვენ გვაქვს დღეებზე საუბარი, ფასისცვლილების დღეებზე, აი ბოლო ერთი თვეა, რომ ცოტა გასწორდა ხაზი და 10-15% არის და კვარტალური და შეიძლება კიდე რაღაცა გააკეთოს, თორე რეალურად აგვისტო არის უკვე თითქმის რა და სახელმწიფო შესყიდვები ფაქტიურად არაა გაკეთებული რა, იმის ალბათ 30% არაა გაკეთებული, რაც რეალურად უნდა იყიდა და დაეხარჯა. ჯერეთი ვაფშე სხვა რეალობა და სხვა დაგეგმილი გეგმები წინა წელთან, რეალურად ხო ეგრე არის, წინა წლის გეგმა გადმოდის და ეგ არის სახარჯი ყველგან, როგორც სახელმწიფოში კერძოჩიც ეგრე არის, პლუს მინუს ეს დაგვიჯდება. თუ რაღაცა განსაკუთრებული ინფრასტრუქტურის ცვლილება არ აქვს ჩადებული, ხო? და ეს რეალობა იმდენად შეცვლილი დახვდა და ამ ბიუროკრატიული პროცესებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად ვერაფერს ვერ ყიდულობს, ამიტომ, რაღაცა ცვლილებები იყო და რაღაცა კანონებში საკმაოდ ბევრი რაღაცა შეცვალეს და რაღაცებს ძალიან დიდ მივესალმები და ტაჟ დაუკრა მართლა კაი რაღაცები შეცვალეს შესყიდვების ამბავში. მეტი თავისუფლება და მეტი გასაქანი მოგვცეს, ცოტა ისეთ სამართლიან და ისეთ კომპანიებს, რომელიც მართლა ისევე მუშაობთ სამართლიანად. და ძირითადად ეს ბიუროკრატია არ ვიცი, მე ალბათ გადავხედავდი ამ რაღაც ამ სტატისტიკას ხო გაზი არის ხო? რაც როგორც აფერხებს რეალურად. ბუნებრივია გადასახედია ხო? თუ აქ არანაირი უპირატესობა არ აქვს სახელმწიფო ტენდერს მომწოდებლისთვის, ბუნებრივია. იმდენი ხანი მიმდინარეობს ფასტაკვლებიდან ტენდერის გამოცხადების დაკონტრაქტებამდე, რომ ავიღოთ ახლა ჩვენ გადაკონტრაქტების კიდე 3 დღე, 5 დღე დაზუსტება, ხო? პატრა ტენდერი მინიმუმ 1 თვე მიმდინარეობს, ცოტა დიდ ტენდერი მინიმუმ 1 თვე მიმდინარეობს, 2 თვე და ზევით მიმდინარეობს რა. 1 თვე მარტო დევს, ღია არის წინადადება, ხო? ფაქტიურად ფიზიკურად შეუძლებელი არის ამ ფასების შენარჩუნება. ეხლა ვნახავთ, ახალდაწყებული არის მესამე კვარტალი და შედარებით დასტაბილურა და შეიძლება უკვე ცოტა ისე ინტენსიური შესყიდვები და ფასების შენარჩუნებები წავიდეს რა. 3 დღეში ჩვენ პირადად მოგვიწია სახელმწიფოდან ამდენი წელების მოხსნა გამარჯვებულზე რა უკვე რა. ახლა ერთი ლოგიკური კითხვა მიჩნდება რა. არსებობს საქართველოში უკვე გააქტიურდა რამოდენიმე რეგულაცია, ხო, რომელიც ითვალისწინებს პირობითად რაღაც მონაცემთა დამუშავებას, დაცვას და ასე შესაბამისი მეთოდებით და ტექნოლოგიით, ხო? თუ ეს ტექნოლოგია დღეს არის გაზრდილი 200-300%-ით და ასე შემდეგ. აი პირობითად კომპანია, რომელიც იქნება დღეს რა რჩევას მისცემდი ესეთ კომპანიას, ხო? რომელსაც ინვესტირება ფაქტიურად აი ამ სისტემებში მოუწევს საკმაოდ დიდი. პირველ რიგში ურჩევდი 20-27 წელის იმედი, მოდი 27 წელი ჩავამთავროთ, ახლა უცებ 26 წელი ჩავამთავროთ. 27-26-ში, არაფერი არ შეიცვლება, იქნება ესე 27-ში. ესე იგი IT-ით პირდება, რომ არაფერი არ შეიცვლება დიდი. ფასებში არ შეიცვლება, გაიზრდება და თუ 26 წელში არის. დაგმავშიდე. არ შეიცვლება, მაგრამ გაიზრდება. რეალური ციფრები არსებობს, Gartner-ის, Salesforce-ის ძალიან ბევრი ის არსებობს, რა ქვია, სტატისტიკის წყარო, რომელიც იძლევა ამ სტატისტიკას, Amazon-ი ყველაზე მარტივი არის, ბევრი იყენებს Amazon-ს და მან price history არის, რომელიც ერთ წელს ინახავს და თუ სხვა უფრო მეტი წელი გვაინტერესებს, ძალიან ბევრი ჩარტი აკეთებს მაგას, ხო? ელემენტარული ყველასა გვაქვს ბანკი, იმის რა ქვია, ბანკის აპლიკაცია და შევიდეთ და აქციებში შევიდეთ და კონკრეტულად ეს ისინი რომ მოსერჩოთ, რა ქვია, ტექნოლოგიები ნახავთ როგორიც და არის რა. ჩათვალოთ რომ იგივეს და არის გაყიდვაში შესაბამში, ხო? ფასის კლებას არ ველოდებით ჩვენ და ყველა რამოდენიმე Gartner-ის მონაცემებითაც 27 წლის ფასი არ ველოდებით. არ ველოდებით რომ AI-ზე AI-ის მოთხოვნა მიწოდება დაბალანსდება.
2027 წელი დარჩება ისე რომ AI-ის მოთხოვნა ჭარბი იქნება მიწოდებაზე, შესაბამისად ეს მომენტები არ მორჩება რა. და ახალი სიმძლავრეების აშენება ქარხნებზე მაგ საუბარი ხო ჩიპების შეანელებს, მაგრამ არ შეაჩერებს დას. ეხლა ეგ რეალობა ეგ არის. ეხლა ჩვენ აქ იმისთვის ვარ შეკლებული, რომ ბიზნეს ვუთხრათ რა არის რეალობა და ისე როგორც სინამდვილეშია, ხო? ისე როგორც ფასადების გარეშე. კი ბატონო, ისე როგორც სინამდვილეშია. ჩვენ ვლაპარაკობთ ისე როგორც სინამდვილეშია. პირველ რიგში მივცემდი რჩევას ეხა შეხვედრას დაკავშირებით, ხო? შეადგინოს მოწყობილებების სია, ანუ რა არის ამოსასვლელი, რა არის კრიტიკული, ხო? უნდა დაიგეგმოს 12-დან 12 თვით ადრე რა, 1 წლით ადრე. როგორც ხდება ისე დაგეგმო. პროსტა უბრალოდ აქ განსხვავება ის არის, ანუ კარგია თუ ეტაპობრივად იქნება ამის შესწრება. მაქსიმალურად შეამცირონ ბიუროკრატია. ბიუროკრატია, იმიტომ რომ ბიუროკრატია ხეს უშლის ზოგადად ბიზნესის განვითარებას. კი, ეხლა მაგალითად ერთი ტენდერი იყო, შეწყვეტეს, იმიტომ რომ ძვირი არისო და ისეთი დოკუმენტზე ქონდა ხელი მისა მოწერილი რომ ანუ არ ვიცი შამპანიურები გავხსნით რომ შეწყვეტეს, იმიტომ რომ ძვირი არისო, აწის იძვირე ნახეთ მეთქი ჩვენ უძახეთ რა. ანუ თქვენ გაგახარათ ღმერთმა მეთქენ, ცოტა ისეთი ორგანიზაცია იყო, რომ დაჭერილები ვიყავით რა და არ ველოდებოდით. 3 თვიან განხილვაზე არის რა. მესამე რჩევას მივცემდი რომ კრიტიკული შესყიდვები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის და ნივთების შესყიდვა ანუ არ გადადონ. ეგ რას ნიშნავს აი კონკრეტულად რო უთხრათ რა არის ეს კრიტიკული? ყველასთვის ხო ინდივიდუალური კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა ხო შეიძლება ვიღაცის ქსელი იყოს, შეიძლება ვიღაცისთვის სერვერული ინფრასტრუქტურა იყოს, კომპიუტერების განახლება იყოს, ხო? ალტერნატიული ენერგია იყოს. ხო, რა, ნებისმიერი რაღაცა, რაც შეიძლება კომპანიისთვის კრიტიკული იყოს, რა, ინფრასტრუქტურაც აი ჭირდება, ხვალ ჭირდება და ელოდება იმას, რომ მოიცა დაიკლებს, ანუ მოკლედ ყველა თეორიებით 10 ვარიანტში არ დაიკლებს. 27 წელი გარანტირებულად არ დაიკლებს. როგორ უნდა დაიკლოს თუ მიწოდება ვერ ასწრებს მოთხოვნას? როგორ უნდა დაიკლოს? ვერ ანუ აი უხეშად რო ვთქვათ, სანამ არ გაძღება AI-ის მშენებლობა. რა გააძღობს ჯერ? ხო, არა, ჯერ ეხლა იკრებს ძალებს რა. ხო, და ანუ მე კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა იქნებოდა, რომ რეალურად შეადარონ სრული ღირებულება და არა კონკრეტული გადაწყვეტილების სრული ღირებულება რა. გასაგებია ხო, ანუ არა მხოლოდ ჩაშლილსაც აძლევთ ხო? კი. ანუ ძალიან კარგი არის, როცა რაღაცა ღირებულება 5 წელზე 3 წლიდან 5 წლამდე ფასდება რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის და არა აი მოდი ეხლა მე გადავიხდი ამას და ანუ დავზოგავ 100.000 და ანუ 5 წელზე ვაფშე სხვა 5 წელზე იმხარა რეალობას იძლევა რაღაცა მოწყობილებების ხიბა მიუხედავად ინფრასტრუქტურის მოწყობილების ხიბა ხო რომ შეიძლება მეორეჯერ იყიდოს თავის თავი წელიწადში რა ეგ მომენტი არის ძირითადად რა და ანუ დაფიქსირდეს ფასი მაქსიმალურად მომწოდებელთან რა. რა თქმა უნდა ეს ღირებულება არის და მომწოდებელია. და მალე მიიღონ გადაწყვეტილება. ანუ რეალურად ხო მომწოდებელი, ანუ ეხა მე რომ აი თქვენთან ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობ და ძალიან აქტიურადაც თანამშრომლობ, ხო? ანუ ფასის დაფიქსირებას რომ მომთხოვ, ხო? ანუ რა თქმა უნდა რეალური ღირებულება ეხლანდელი კეშის ღირებულება სხვა არის და მომცემ და სხვა ფასში გაძლევ და დაგიფიქსირებ სხვა ფასში გაძლევ, ხო? თუმცა, ანუ ყველა ვარიანტში მაინც ფასის ცვლილება გათვალისწინებული იქნება რა ფასის დაფიქსირებაში რა. როგორ მოგმართონ ამ ხალხმა? ვისაც აი დღეს აქვს ეს გადაწყვეტილი, შესაძლოა რომ ჩვენმა დღევანდელმა პოდკასტმა რეალურად უბიძგოს ამ კომპანიებსაც, რომ დღეს გადახედონ ამ თავის ინფრასტრუქტურას, ანუ ის გადადებული საქმეები, მაგალითად ეხლა მეც ამომიტივტივი და ძალიან ბევრი რაღაცა, რაც აი ესე გადადებული მაქვს, თუმცა საჭიროებს უკვე რაღაც გარკვეულ განახლებებს და მეც კი მიბიძგა დღევანდელმა ჩვენმა საუბარმა და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბიზნეს მინიმუმ დღეს ბიზნესი დავაფიქრეთ იმაზე, რომ აი დღეს დაიწყოს იმის მომზადება, რომ ხვალ კონკურენტული უპირატესობა დაიჭიროს. ჩვენთან დაკავშირება ძალიან ადვილი არის, ყველა სოციალურ ქსელში არის IT-ტექი,
IT-ტეჩი ვებსაიტი. ნებისმიერი კომუნიკაციისთვის სადავართ, უფასო კომუნიკაციისთვისაც და კონსულტაციისთვისაც სადავართ და ჩვენ გვაქვს ბევრი უფასო კომუნიკაცია. მივდივართ დღესაც ახლა შენ და შეხედან მოვიდ, სადაც შევაფასეთ რაღაცა კონკრეტული ღირებულება, რომელიც ანუ ალბათ ძალიან დიდი ხნის დაწერილია და ვნახავთ რა და როგორ გამოვა. დიდ წარმატებებს გისურვებ, ჩემო ავთო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ესეთი პრაქტიკული პოდკასტები გარკვეულწილად იმედი მაქვს, რომ ეხმარება ბიზნესს, ეხმარება ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, მით უმეტეს რომ ეხა ისის დრო არის, როდესაც საქმიანი ადამიანები უკვე ნელ-ნელა მგზავრობენ სახლისკენ ან ტაქსით, ან საკუთარი ავტომობილებით. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ავთანდილ. პირიქით ძალიან დიდი მადლობა. კიდე დაგჭა, სიამოვნებით გაგიცნობ ტრიბუნას. ყველას წარმატებას უსურვებ. ვინც ქართულ ბიზნესს აკეთებს და ვინც კაი საქმეს აკეთებს ქვეყნისთვის და საერთოდ საზოგადოებისთვის და არ შეფინდეთ, რაც ყველაზე მთავარი არის, ინფრასტრუქტურის ცვლილებები გაკეთდეს კრიტიკულად მნიშვნელოვნად, მაქსიმალურად მოიძიონ ისევ შიდა რესურსი, რომელიც თუნდაც შეიძლება დააპგრეიდეს და გაკეთდეს და ანუ გამოყენებული იქნას. და თუ მეტი კითხვა გაგიჩნდათ, მოგმართეთ ნებისმიერ კი ბატონო უფასო კონსულტაციაზე. ავთანდილ, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის. მაყურებელს უხდი ძალიან დიდ მადლობას მსმენელს, თქვენს გაგიჩნდებათ გარკვეული კომენტარები, კითხვები, სიამოვნებით ჩვენ როგორც ყოველთვის ანუ აუცილებლად გიპასუხებთ, შეგიძლიათ პირადშიც მოიწეროთ, გინდათ ბიზნეს სპეისის გვერდზე, გნებავთ რადიო სპეისის გვერდზე, გნებავთ IT Tech-ის გვერდზე და ჩვენ შევეცდებით, რომ აი ამ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, თემასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ამომწურავი პასუხები გაგცეთ. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ, დაგემშვიდობებით უკვე ხუთშაბათამდე. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. წარმატებები. IT Tech-ი, თქვენი ბიზნესის IT ინტეგრატორი. K-Call, პირველი 24 საათიანი აუთსორსინგული კონტაქტ ცენტრი საქართველოში.